პარლამენტის შენობას იზავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და შეხლა შემოხლა სწორედ დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებსა და მომიტინგებს შორის მოხდა, თუმცა ვითარება ცოტა ხნის წინ განიმუხტა. ახლა ცდილობენ გამომცვლელები ადამიანების და აქციის მონაწილეთა დაწყნარებას. თუმცა ჯერჯერობით როგორც ჩანს, მაინც განმუხტულია უკვე ვითარება და პრინციპში საშიში აქ აღარაფერი აღარ არის. გამომცვლელები თუ არ ვწდები გააგრძელებენ თავის გამოსვლას. ნათია, შენ ალბათ დარჩები ხაზზე და გადაცემის ბოლომდე ჩვენ მოგვაწვდი ინფორმაციას. მე კი კვლავ სტუდიას მიუბრუნდები დავით ბერძენიშვილის შეფასება. რა სიტყვით ბატონო დათო? დღეს ეტაც იყო რამდენიმე მცდელობა იმის იმიტაციისა, თითქოს პარლამენტის შენობაში ვინმე აპირებდა შევარდნას ხელისუფლებას პრაქტიკულად არ აქვს შანსი. თუ ის ამ ფორმით თუ იმ ფორმით ეცდება იმის პროვოცირებას, თითქოს მშვიდობიანი მომიტინგეები მთელ საქართველოს შემოვიარეთ, მანიფესტაციები გქონდა, ეხლა ღამის 12 საათზე პარლამენტის შენობაში შეჭრას და აპირებენ, რომ შემდეგ უთხრა მთელ მსოფლიოს, რა ვქნა, ესეთი მოწალადეები არიან, არ დაუშვებ ჩვენ ამას. იქ არის ხალხი, ჯანდაშალვა ნათელაშვილის, ხვების, ჩვენ დამთავრდება თუ არა ეს ეთერი, ბუნებრივი ეგ ბრუნდებით. იმიტაცია იმისი თითქოს არიქა ვინმე აპირებს შევარდნას და ძალადობას, ეს არის ხელისუფლების უჩქუობის კიდევ ერთი დადასტურება. მე მინდა ხაზგასმით კიდევ ერთხელ თქვა და ამჟამად თქვა უფრო მკაცრად. სხვა შორის მე აქ ვიჯექი ამ ეთერში, როცა ასან აბაშიძე საქართველოს აცილებდა. აი იმ საათებში მე აქ ვიჯექი და ღია ეთერში ვაკეთებდი კომენტარს. მე არ მინდა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აღმოჩნდეს ზუსტად იმ ხვედრის ან უარესის გამზიარებელი, ის მოექცევა საკუთარი ქმედებების ნანგრევებში თუ დაარბევს მიტინგს. იმიტომ რომ დამრბევი არის უპირველეს ყოვლისა შერისხული საზოგადოებისაგან კეთროვანი საზოგადოების მიერ მიჩნეული და ასეთი არც პოლიტიკური ძალა იქნება და ვერც ამ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები იქნებიან დაცულები ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. საზოგადოება არის უფრო აგრესიული, უფრო დაბრაზებული, უფრო განრისხებული და ამ სისულელეებს და რამიშვილის და პოკერიას ჭკუაზე სიარულს თავი დაანებონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთბაშად შეწყდება სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ ვართ თავაზობთ არჩევნების გზით ნელ-ნელა გაპარვას. კარგით, ბატონო კონსტანტინე, არჩევნების გზით, როდესაც კეთდება ეს განცხადება, აი რომც დაინიშნოს გაზაფხულზე არჩევნები, თქვენ გააქვთ იმის იმედი, რომ ხელისუფლებას დაამარცხებთ? რასაკვირველია, გვაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ასე იქნება. მე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხაით, იყო ლაპარაკი მომიტინგეებში, მართლაც იყო ეს მცდელობა, რამდენიმე მოიწევდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, როგორც ჩანს, შემოგზავნილები არიან და ცდილობენ აიყოლიონ ხალხი. ხალხში არის ძალიან რადიკალური განწყობა. ბევრს მიაჩნია, რომ შესაძლებელია შტურმით დავამთავროთ ხელისუფლება. არის ამის მოთხოვნილება, ხა? სხვა შორის ერთი საინტერესო დეტალი იყო, აი ხალხის მხრიდან სკანდირება, როდესაც ხდებოდა, მიდიოდა ძირითადად აი ერთი ნაწილია, ქალბატონო ინგა, ეს მხოლოდ ერთი ნაწილია და მე მინდა უთხრა ჩვენს ხალხს. რომ ჩვენ უნდა ვითამაშოთ თამაშის წესებით, უბრალოდ გვჭირდება აქ, აი განვავრცობ იმ ჩემი სიტყვის პირველ ნაწილს, ჩვენ გვჭირდება დიდი მოთფინება და ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი სუნთქვა. ჩვენ უნდა ვემზადოთ მარათონისკენ. თუ შესაძლებლობა იქნება ის, რომ სააკაშვილი დამთავრდეს ზეგ, მაზეგ, ძალიან კარგი, დავამთავროთ ყველამ ერთად. მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა და ცოტათი გადაიწია ამ პროცესმა, ჩვენ ვემზადოთ მარათონისთვის. მე მხოლოდ ეს ვთქვი. და ყავაც ამაზე დავხშები და თუ კარგი არის ეხლა ეს რომ კარგი იყოს ეხლა შტურმები, შენობების, შევარდნები ამ შენობებში მე მოგიწოდებდით და ჩემი კოლეგები და ოპოზიციონერები მოგიწოდებდნენ ამისთვის. მე მინდა ყველა ქართველს, ყველა მომიტინგეს უთხრა ეს და სულიად გარკვევით უთხრა. რომ გვიყურეთ ჩვენ, არც ერთ შემთხვევაში არ აყვეთ და გვიყურებენ მთელი დღეა. დიახ, გვიყურებენ მთელი დღეა. მენდობია. სხვათა შორის ძალიან დიდი გამძლეობა ქონია, იმიტომ რომ ძალიან ძნელია. ჩემთვის ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება დილიდან საღამომდე თქვა დადგე და იყო მიტინგზე. ასე გვიან ინგა, არასდროს ამდენი ადამიანი არ დარჩენილა რუსთავის. და აი ეს იქნება ჩემი ბოლო კითხვა, რაზე მეტყველებს ეს ბატონო კახა, რომ ამდენი ადამიანი დილიდან საღამომდე და ეხლა ჩვენ ვხედავთ რა ხდება პარლამენტის წინ და შემდეგ დარბაზი ჩაგვერთვება ეთერში, ვიდრე პოლიტიკოსებს უკვე ჩემი კოლეგები შეცვლიან. ალბათ ძირითადი მიზეზი არის
იმის, რომ სწორედ იყოს შედგენილი ის მოთხოვნები, რომელი მოთხოვნებიც შეადგინა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და წაუყენა ხელისუფლებას. ანუ ეს თქვენი დამსახურებაა და მხოლოდ თქვენი? ხალხის ჩვენ დავწერთ, ჩვენ შევასრულეთ მწერლის ფუნქცია, რომელიც იყო ნაკარნახევი ხალხის მიერ. ჩვენ მე როგორც მახსოვს, ძირითადად ახლა მიდის ლაპარაკი არჩევნებზე თუ რომელ რიცხვში იქნება, სად იქნება, როგორ დაკომპლექტდება ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორი პარიტეტით იქნება და ასე შემდეგ, მაგრამ მე როგორც მახსოვს, იქ იყო პირველი პუნქტი და პირველი მუხლი პოლიტიკური პატიმრები. ეხლა მე კაცი ოჯახით ფასობს და მე მინდა ვთქვა, რომ ირაკლი ბათიაშვილი ბედნიერი კაცია, თავისი ოჯახის პატრონი და ამიტომ ხელისუფლებას ურჩევა აი ჩვენი მოთხოვნების და ხალხის მოთხოვნების პირველი მუხლი შეასრულოს ირაკლი ბათიაშვილი გამოუშვას ციხიდან და სხვა პოლიტპატიმრები. მერე გადავიდეს სხვა დანარჩენ მოთხოვნებს და სხვა დანარჩენ ძალიან დიდი მადლობა მინდა და თინა დაასრულებ ჩვენს დღევანდელ საუბარს და მე დარბასთან გადა. კი ბატონო, ძალიან თინა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მე აქ ითქვა, რომ ხვალ დაგეგმილია კონცერტი. და მე მინდა აი ხა ამ ეთერიდან მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც 2003 წლის ნოემბერში, რომლებთან ერთადაც ჩვენ წვიმაში თელ საქართველოში დავდიოდით. მე მინდა უთხრა ზუმბას, ნიაზ დიასამიძეს, სოფტეჯექტის ბიჭებს და ბევრი ადამიანს, რომელიც ხვალ იმ კონცერტზე გამოსვლას გეგმავს. გაიხსენონ 2003 წლის ნოემბერი, გაიხსენონ რატომ იდგნენ იქ მაშინ ხალხის გვერდში და ნუ მიხვალთ ხვალ ნუ მიხვალთ ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ კონცერტზე, იმიტომ რომ თქვენ ხალხს უყვარხართ და ეს არის ყველაზე მთავარი, რაც თქვენ გაქვთ. კარგი. ნუ მოხვალთ ჩვენთანაც, თუ არა გაქვთ ამის სურვილი, მაგრამ ნუ მიხვალთ იქ, იმიტომ რომ ნუ დაკარგავთ იმათ, რითიც ფასობთ ყველაზე მეტად ხალხის სიყვარულს. ბატონო დავით, შეაჯამეთ ინტერაქტივი, მე თქვენ დაგემშვიდობებით და დარბასთან გადავინაცვლით. თუ შეიძლება მაჩვენეთ ინტერაქტივი ამჟამად რა შეიძლება. ინტერაქტივი, რომელშიც იყო დასმული შეკითხვა, როგორ ფიქრობთ, წავა თუ არა მიხეილ სააკაშვილი დათმობაზე? 61% და 8 ფიქრობს, რომ არა. აი 61 და 8 ფიქრობს, რომ ჩვენი ხელისუფლება იმდენად უგუნურია, იმდენად აუტანელია და იმდენად უწიგნურია, იმდენად ხეპრია, რომ ის ვერ მიხვდება, რომ ელემენტარულ დათმობაზე უნდა წავიდეს. ან ნაწილი შეიძლება ფიქრობს, რომ არ უნდა წავიდეს დათმობაზე. ეს თქვენი ეთერი ადასტურებს იმას, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ 80-85% როგორც წესი ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციების მქონეა ინტერაქტივები ჩვეულებრივ ესე არის 3/4 მაინც აი ეს ამას ნიშნავს. როცა 2/3 თვლის, რომ ხელისუფლება იმდენად ცუდია, რომ დიდხანს არ უნდა ვეთამაშო და ერთბაშად დავამთავროთ, მე ამ ხალხს მივმართავ. მე ვეთანხმები სრულად ბატონ კონსტანტინეს. ჩვენ იქად დავღლით ხელისუფლებას, დავღლით ძალიან მალე და ჩვენ ჩავეტევით კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ დავანიშნევთ მაგ არჩევნებს და იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ასე უგუნურია, ისინი ჩარგავენ თავს სირცხვილით და ხელს მიაჭერენ ფულს, რათა შარშან წართმეული კონსტიტუცია უკან დაგვიბრუნდეს. კარგი, მხოლოდ ორიოდე ფრაზი ძალიან გთხოვთ, უნდა დავასრულოთ. აქ არის პრეცედენტი აღმოსავლეთ ევროპის განთავისუფლებისა 90-იან წლებში და არის ორი მოდელი. ერთი ეს არის ჩეხოსლოვაკიის მოდელი, გერმანიის მოდელი, როდესაც ეს მოხდა უსისხლოდ და არის საკმაოდ ჩემთვის ეს საშინელი მოდელია და ხელისუფლებას ახსოვდეს, ეს არის რუმინეთის მოდელი და არ გააკეთოთ ისე, რომ რუმინეთის მოდელი გათამაშდეს აქ. დიდი მადლობა. და დაასრულეთ ბატონო კახა, ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ მოკლედ. მარტივი კითხვაა, მაგრამ აქ როგორ არის ის დიდი ნაწილი, რომელიც ამბობს არა, ის ნაწილია, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლება უგუნურია და არა არ წამოვა ამ დათმობებზე და რომელიც ამბობს დიახ, ის ნაწილია, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი უგუნურია ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიცია და ხალხი მაინც ხელისუფლების მომხრეებსაც დაუტოვეთ თავისი აზრი. ყველა 100%-ს რო გადაინაცვლოთ. ბარიერის გადალახვის ფორმატში არის 5-7%. ხელისუფლების მომხრეები ამ არხს არ უყურებენ, გულები რო არ გაუხდეთ, ასე რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ დავიჯერებთ, რომ არ უყურებენ და თუ არ უყურებენ ძალიან ცუდი, იმიტომ რომ აქ ისმის ხალხის ხმა. ხვალ 3-ში 12 საათზე გითხრათ, რომ გაგრძელდება ჩვენი აქცია, ჩვენი მიტინგი, ჩვენი საერთო სახალხო კრება და მოგიწოდებთ უყოლოდ გამოთქვა თქვენი აზრი. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გისურვოთ წარმატება, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისაც, რომ მობრძანდით და ვიდრე მე გამოვაცხადებ რეკლამას ეთერში, მე მინდა მოусმინოთ ჩვენს დარბაზს. გისმენთ ირინა ბათიაშვილით ვიწყებთ. გამარჯობათ ქალბატონო ინგა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს.
თქვენ დასვით ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც იყო თუ რა მისცა ბიძგი და რა მიიყვანა 2 ნოემბერს ხალხი ამ აქციაზე. მე მინდა ამ კითხვას დიდი ფილოსოფოსის პლატონის სიტყვებით გავცე პასუხი. მე ვხედავ იმ სახელმწიფოს სიკვდილს, რომელთა მესვეურები კანონს აბუჩად იგდებენ და მათზე მაღლად განან, მაგრამ ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო არ აპირებს ამ ხელისუფლების პოლიტიკურ კრახს გადაყვეს. კი ბატონო. ჩვენ არ გვეშინია. დიდი მადლობა. გისმენთ. მინდა ყველა ახალგაზრდას მოუწოდო, რომ ბოლომდე ვიდგეთ ერთად, სანამ ჩვენი ხელა ბიჭები ქუჩაში დახოცვას შეწყვეტენ და მიშა ვარდები. ეს თანასწორობა შესაძლებელი იყო დღეს პრეზიდენტის სახთან ქალბატონო ინგა ჩვენ ახალგაზრდები მივედით დღეს ხელისუფლებამ კარგად დაინახა აქ სამწუხაროდ გივით არგამაძეს აქ -25 მხედველობა დაქვეითებული მან ვერ დაინახა ამიტომაც და ჩვენ შეგვიძლია ვაჩუქოთ სათვალე რომელსაც ნახავს იგი თვალ ნახავს იგი ჩვენ ვპირდებით 125,000-იან ადამიანს ჩვენ მივედით მიშასთან დღეს შევპირდით მიშა ვარდები მალე გადავარდები ჩვენ ეს შევპირდით იმიტომ რომ ეს იყო შეშინებული ხელისუფლების პოზიცია დღეს რომ ისინი კომპრომისი არ წავიდნენ ვინაიდან ხელისუფლებას არ დარჩა არც ერთი გზა უკან დასახევი. იმიტომ რომ იციან მათმა რომ დათმონ საარჩევნოდ ისინი მაინც წააგებენ, მათ არ აქვს თავიანთი საზოგადოების იმენდი და მათმა იციან რომ 5%-ით არ დაუჭერს მათ არჩევნებზე ხმას. დიდი მადლობა, გისმენთ. დღეს მიუხედავად ბევრი პროვოკაციისა, სტუდენტებმა შეძლეს ჩვენ გავერთიანდით პირველ კორპუსში 1000 სტუდენტი შეიკრიბა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით იგლივ ჩვენ სტუდენტები გავერთიანდით ძალადობის წინააღმდეგ, ჩვენ მდგევართ იქ სადაც დგას ქართველი ხალხი, მოგეხსენებათ რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ისე როგორც ყველა უნივერსიტეტი ყოველთვის ამბობდა ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში თავის სიტყვას და დღეს სტუდენტები ვიბრძოლებთ ძალადობის წინააღმდეგ, უსამართლობის წინააღმდეგ. მე მოვისმინე სტუდენტების განცხადება, აპროტესტებდა რაღაც ნაწილი რომ ყველა სახელითო რატო ლაპარაკობ. ისინი არიან კომკავშირლები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, არა პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ დღეს მთელი სტუდენტობა, მთელი ახალგაზრდობა ყველა კორპუსიდან გამოდიოდა და გვიერთებოდა სუფთა ხელებით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე ვერ ვიტყვი რომ ყველა არის, თქვათ, კომკავშირელი, როგორც თქვენ ამბობთ, იმიტომ რომ მე პირადად ვიცნობ სტუდენტებს. ეს კადრი თუ შეიძლება აჩვენეთ ეთერში. მე მინდა რომ დავასრულო აი ამ კადრის ფონზე ეს ბლოკი და რეკლამა გამოვაცხადო. მე